გამარჯობა. Ამ ვიდეოდან ნაწილ-ნაწილ დავიწყებთ საქართველოს უძველესი ისტორიის შესახებ თხრობას, რომელსაც დავარქვით ქართლოსიანთა ისტორია. წარმოგიდგენთ სრულ სიმართლეს და გაყალბებულ ფაქტებს, ვინ და როდის რომელ ისტორიულ ეტაპზე და რა მიზნით ამახინჯებდა ქართველი ერის ისტორიას. ვიწყებთ თარგამოსიანებით. თარგამოსიანთათვის წერილ რარს მატიანთა შინა ქართლოსიანთა და როდეს აღაშენა ნებროტმა გოდოლი ბაბილონისა და განხო ენაი ყოვლისა ქვეყნისასა წარმოვიდა მაშინ თარგამოს მამაი ქართლოსისა ჰაოსისა სხვათა ძმათა მათთა მრავალთა ნათესავით მათდაერითა დიდითა და დაემკვიდრა არარატისა და მასისისა მთათა შინა მაგართა და შეუერთდა. პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ ჰაოსთან მიმართებით წამოჭრილი საკითხი. თეიმურაზ ბატონიშვილის განმარტებას აკეთებს ჰაოსთან დაკავშირებით და ამბობს: ვინაიდან ქართლოსიანი და სომეხნი იყვნენ მეზობელ ურთიერთისა და მარად გარემოცული უმეტეს სომეხნი მტერთა მიერ შეიწურებული, ამისთვის გულისმსიტყველობით გითხოვდა მდგომარეობა ორთა ამათ მეზობელთა ნათესაობათა პოლიტიკებრივი თქმათ მათ შორის, რომელ არიან იგინი ერთისაგან შთამომავლობასა, რათა მათ შორის იყოს ერთობა დაუსხნელად მეებრ საპოლიტიკოთა სასარგებლოთა კავშირისა. 21 საუკუნის პირველ 10 წლებში წარმოებულმა და გამგზავრებულმა ეთნოსაგენეტიკურმა კვლევებმა ამომწურავი პასუხი გასცა მეტად მნიშვნელოვან და პერმანენტულად საკამათო საკითხს. აღმოჩნდა, რომ არმენოსები წარმოადგენენ ინდოევროპულ რასას და სამხრეთ კავკასიაში მოგვიანებით განსახლდნენ. ამიტომ ჰაოსი არ იყო არმენთა ეთნარქი. რაც შეეხება ჰაოსს ისტორიული ქრონოლოგიისა და მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ დავადგინეთ მისი კავშირი ხათებთან. ის იყო ქართველური წარმოშობის ხალხის ჰათოსელების ათების ეთნარქი და სათავე დავდო ამ ხალხის განსხვავებულ, მაგრამ ამასთან ქართლოსიანებისაგან განშტოებულ კულტურას. მთელ ვიდეოს ამ საკითხთან მიმართებით შეგიძლიათ უყუროთ ჩვენს არხზე. გთხოვთ გადახვიდეთ, გამოიწეროთ არხი და უყუროთ სხვა ვიდეოებსაც. მოგწეროთ კომენტარები. მადლობა.